მოგესალმებით საღამო მშვიდობის უკაცრავად ამ რაღაც ტექნიკური დეტალის გამო. Უბრალოდ მე ვიყენებ გამხმარებელ პროგრამას, რომელიც მეხმარება ამ ვიდეოს ჩართვაში. ტექნიკური პრობლემა იყო ნამდვილად, იმიტომ რომ მეგონა ეს ლაივი ჩაწერილი იყო და მგონი ვისაუბრე, დავასრულე და აღმოვაჩინე, რომ თურმე ლაივი არ არის ჩაწერილი. და ახლა ხელთავიდან ვისაუბრებ იმას, რაც ვისაუბრე, ეს ალბათ 10-15 წუთი. დღევანდელ ჩვენს საღამოს საუბარს, ასე დავარქმევ ამ ლაივ ვიდეოს, საღამოს საუბრები. მე მივუძღვნი ასევე თბილისის 202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას და მასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და უმნიშვნელოვანეს საკითხს. კერძოდ კი მისი სხვა დაწესებულებაში, სხვა შენობაში გადატანის საკითხს. ეს პრობლემა და ეს საკითხი ჯერ კიდევ ჩემს სკოლის მოსწავლეობის პერიოდში ჟღერდებოდა და სულ ამაზე მიდის საუბარი, ჯერ ჩემი მეორე პირველი კლასელობისგან მოყოლებული, რომ სკოლა უნდათ რომ გადაიტანონ, სხვა შენობაში, უნდათ დახურონ, გაყიდონ, იმიტომ რომ ეს ცენტრში არის და ადამიანები არიან დაინტერესებული, რომ ეს შეიძინონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დამართალია მე ჩემი რაი 2017 წლის ივნისის ბოლოს განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე და ინფორმაციის განცხადებაზე პასუხში წერია, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება უსინათლოთა სკოლის არც გადატანა არსად და არც მისთვის ადგილმდებარეობის შეცვლა და არც გაუქმება. ეს საკითხი იქნება აქტუალური, მაინც და კიდე კარგა ხანს დარჩება ღია, იმიტომ რომ არსებობს, ხო ვიცით, არსებობს კვამლი ცეცხლის გარეშე. და სანამ ჩვენ ყველანი მთელი თემით ცალსახად და ერთიანად არ დავაფიქსირებთ იმას, რომ ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს სკოლა დარჩეს იქ, სადაც არის და სწორედ ეს იქნება ყველაზე მიზანშეწონილი. სანამ მშობლები, უსინათლო მოსწავლეები, უსინათლო თუ სხვა მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, კურსდამთავრებულები, შემოპირთა უფლებადამცველები, უსინათლოთა კავშირი და მთელი ეს თემი სანამ არ გავერთიანდებით და ამ აზრს ცალსახად და ერთადად არ დავაფიქსირებთ, მანამდე ეს საკითხი კიდე ღიად დარჩება და კიდე მრავალჯერ წამოიწევა. სანამ ჩვენ ამ ყველაფერს არ გავბედავთ. მე მინდა გთხოვოთ, რომ კომენტარები გააკეთოთ. მე ლაივის დასრულების შემდეგ ვეცდები, რომ მათ უპასუხო და გამოვეხმაურო. იმიტომ რომ ტექნიკურად ამ ეტაპზე ამის გაკეთება რთულია. დაკომენტარებით ჩვენ და თქვენ ყველანი გამოვაჩენთ იმას, რომ ეს საკითხი გვაინტერესებს ბევრს. და არა მარტო მე და მე ეს ვიცი პირადად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მესაუბრა ამასთან დაკავშირებით და ამ პრობლემაზე ყველანი და ბევრი ვწუხართ. თუმცა სამწუხარო რეალობა არის ის, რომ დღეს ჩვენ საზოგადოებაში დამკვიდრებული თვითცენზურიდან, სახელმწიფოს მხრიდან და სახელმწიფოზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე ძალიან ბევრს ეშინია და ერიდება ამაზე პირდაპირ საუბარი. თუმცა მე მინდა ყველას ვთხოვო, რომ ყველანი ერთად ხმას თუ ამოვიღებთ, ჩვენ უკვე ვერავინ ვეღარ დაგვაშინებს, იმიტომ რომ ვიქნებით ბევრნი და ვერავინ ვერ დაგვემუქრება. და ამავდროულად იმათ ვისაც გონიათ, რომ მარტო მე ვარ აქ გამომხტარი და ჩემი რაღაც კაპრიზია და ჩემი ახირება არის ამაზე საუბარი, მე მინდა ვუთხრა, რომ ესე ნამდვილად არ არის. და სწორედ ამისთვის გვჭირდება ჩვენ სოლიდარობა, რომ აი ამ ადამიანებს ეს ყველაფერი ვაჩვენოთ. და იგივე დაკომენტარებით, ამ ინფორმაციის გაზიარებით, გადაწყვეტილების მიღებამდე, მიტანით, გაჟღერებით თუ საინფორმაციო საშუალებებში ამაზე საუბრით და ამ პრობლემის წამოწევით. დღევანდელ ჩვენ საუბარს კი მე დავუთმობ ზუსტად ამ საკითხს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მაინც რომ ეს სკოლა დარჩეს იქ, სადაც არის. უსინათლოთა თბილისის 202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა, რომელმაც სახელწოდება ძალიან ბევრჯერ შეიცვალა, ერთი პერიოდი სკოლა ინტერნატი ერქვა, შემდეგ სკოლა პანსიონი და ასე შემდეგ. მე უკვე სიმართლე ვთქვა, დაბნეული ვარ, უკვე აღარ ვიცი როგორ ვუწოდო. ეს სკოლა არის საქართველოში ერთადერთი უსინათლოებზე ორიენტირებული სპეციალიზებული სკოლა, თუმცა ეს სტატუსი მას თურმე განათლების სამინისტრომ თემის დაუკითხავად, მოქალაქეთა დაუკითხავად ცალმხრივი ნების საფუძველზე თურმე ეს სტატუსიც ჩამოართვა, თუმცა ფაქტობრივად და პრაქტიკულად მაინც ჯერჯერობით ეს სკოლა მაინც უსინათლო მოსწავლეებს და მცირე მხედრელ მოსწავლეებს არის ორიენტირებული. არის ერთადერთი, არის 120 წელზე უფრო მეტი ხნის, ანუ დაფუძნდა სადღაც მე-19 საუკუნის ბოლოს. მდებარეობს თბილისის ცენტრში, ისტორიულ შუაგულში, ავლაბარში, გუთნის ქუჩა ნომერ 6-ში. ეს არის მისამართი, რომელსაც მე ვაჟღერებ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც
ამ სკოლის არსებობის შესახებ შესაძლო არ იციან და არიან ან უსინათლო მოსწავლეები, ან უსინათლო მოსწავლეების მშობლები, რომლებიც შესაძლო პოტენციურად დაინტერესებულნი იყვნენ ჩვენ სკოლაში სწავლით. და მოგიწოდებთ ყველას, რომ მიმართოთ ამ სკოლას, იმიტომ რომ დღესდღეობით საქართველოში უსინათლო ადამიანისთვის განათლების მიღების ერთადერთი ალტერნატივა არის ეს სკოლა, რეალური განათლების მიღების. და არა მხოლოდ ფურცელზე არსებული ატესტატის. ისეთი განათლების მიღებისა, რომელიც მოგცემს საშუალებას შემდგომში ჩააბაროთ ეროვნული გამოცდები, მოხვდეთ უმაღლეს სასწავლებელში და ასე შემდეგ. მიმართოთ ამ სკოლას, სანამ გვიანი არ არის და ამით ვაჩვენოთ, რომ ეს სკოლა საჭიროა, ეს სკოლა არის მოთხოვნადი და ასე შემდეგ. ეს სკოლა დაფუძნდა და მდებარეობს დღესაც იმ შენობაში, რომელიც სპეციალურად ამ სკოლისთვის აშენდა, უსინათლო მოსწავლეებისთვის აშენდა. და ხშირად წამოიწია და წამოწეულა მისი გადატანის საკითხი. მათ შორის აქ განვიხილავ 2013 წელს 26 ოქტომბერს განათლების სამინისტროს ინკლუზიური დეპარტამენტის სწავლების დეპარტამენტის თავმჯდომარის უფროსის ქაბატონი ეკად გებუაძის ვიზიტს ჩვენ სკოლაში, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ სკოლა არის ავარიულ მდგომარეობაში, არის გაურემონტებელი და არ არის აღჭურვილი, არ შეესაბამება ევროკავშირის და დასავლური უსინათლოთა სკოლების სტანდარტებს. შესაბამისად, მის რეაბილიტაციას სჭირდება დაახლოებით 2 მილიონი ლარი, რა თანხაშიც სახელმწიფოს ურჩევნია, რომ ააშენოს უფრო თანამედროვე, ახალი და უფრო მოცულობით დიდი შენობა. და ეს იქნება უფრო მიზანშეწონილი. თუმცა, ხო თითქოს კარგია, ხო, სახელმწიფო აშენებს ახალ შენობას, გადაყავს უსინათლოები უკეთეს პირობებში და ასე შემდეგ. თუმცა, ამ ყველაფერს აქვს უამრავი გვერდითი მხარე, რომელზეც ყურადღების გამახვილება განათლების სამინისტროს რატომღაც გამორჩა და ყოველთვის რჩება რატომღაც. შეიძლება შეგნებლად, შეიძლება შეუგნებლად, თუმცა იმედი ბოლოს კვდება და იმედია, რომ მაინც შეუგნებლად. პირველი ასეთი დეტალი არის ის, რომ ამ სკოლის, ამ შენობის რეაბილიტაციაზე თანხის დახარჯვა სახელმწიფოს მაინც მოუწევს. ვინაიდან ეს შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და აქვს ეს სტატუსი, შესაბამისად მას მაინც სჭირდება რეაბილიტაცია, მაინც სჭირდება შენარჩუნება. ანუ ახალი შენობის ასაგებად ის 2 მილიონი ლარი რაც დაიხარჯება, ხომ არის დასახარჯი, მაგრამ ამ სკოლის რეაბილიტაციის თანხის დახარჯვას ეს მაინც არ გამორიცხავს. ეს ერთი. მეორე საკითხი არის ის, რომ სახელმწიფო აუცილებლად თუ კი აშენებს ახალ შენობას, ეს აუცილებლად მოხდება არა ქალაქის ცენტრში, არამედ ქალაქ გარეთ. ვინაიდან დღევანდელი ჩვენი სკოლის ტერიტორიაზე უფრო დიდი მიწის ნაკვეთის შესაძენად თბილისის ცენტრში, შესაძლოა სახელმწიფოს 2 მილიონ ლარზე მეტი დაჭირდეს. მარტო ნაკვეთის შესაძენად მე უკვე აღარ ვსაუბრობ შენობის აგება, გარემონტებას და აღჭურვაზე. შესაბამისად, ეს მოხდება აუცილებლად ქალაქ გარეთ. რა მინუსები და უარყოფითი მხარეები ექნება უსინათლოთა სკოლის ქალაქ გარეთ გადანას? უამრავი. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ დღესდღეობით უსინათლოთა სკოლა არის ინტერნატიც, მაგრამ მოსწავლეებს და მათ მშობლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ იარონ ყოველდღე როგორც საჯარო სკოლაში ივლიდა მოსწავლე თუ დარჩნა ინტერნატში, პანსიონში. და მინდა ვთქვა, რომ ჩემი მოსწავლეობის პერიოდში მოსწავლეთა ნახევარი დაახლოებით სწორედ ყოველდღე დადიოდა სკოლაში ჩემი ჩათვლით და ჩემი ოჯახი გადმოვიდა კიდეც ამისთვის თბილისში, რათა მე მევლო 202 სკოლაში, როგორც ყველა შეზღუდული შესაძლებლობის არ მქონე ბავშვი, ყველა მხედველი ბავშვი დადის საჯარო სკოლაში ისე. მაგრამ რა თქმა უნდა, ხო წარმოვიდგინოთ, რომ ქალაქის ბოლოდან, ნებისმიერი ბოლოდან, ქალაქის ცენტრში გასვლა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში. მით უმეტეს და ზოგადად ქალაქის ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი წერტილიდან, ქალაქის ცენტრში მისვლა ყოველთვის უფრო მარტივია. ხო, თუ არ ჩავთვლით, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უფრო აქტიურად მოძრაობს ქალაქში და უფრო მეტი არჩევანის საშუალება არსებობს. თუ კი სკოლა გადავა ქალაქგარეთ, მშობლებს ნაკლებად ექნებათ უკვე იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვები ყოველდღე ატარონ.
იმიტომ რომ თუნდაც იმიტომ რომ საჯარო ტრანსპორტი აღარ იქნება ასეთი გამართული, ასეთი ხელმისაწვდომი, მეორეც იმიტომ რომ ტერიტორია და მანძილი მათ სახლსა და სკოლას შორის კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ბავშვები და მშობლები დაკარგავენ თავიანთ ლეგიტიმური არჩევანის უფლებას და საშუალებას, რეალურ საშუალებას აირჩიონ, ისწავლონ და იარონ სკოლაში ყოველდღე თუ ჩასახლდნენ იქ, რასაც ქვია. ამასთანავე, როდესაც სკოლა არის ცენტრში, შესაბამისად ის ხელმისაწვდომია სხვადასხვა აქტივისტების, ჟურნალისტების, კურსდამთავრებულებისთვის და სხვა ადამიანებისთვის. ის უფრო მეტად არის საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში. თუკი ჩვენ სკოლას გადავიტანთ ქალაქ გარეთ, ქალაქისგან მოშორებით, სადაც მიწა არის უფრო იაფი, ის ნელ-ნელა გაუჩინარდება საზოგადოებრივი თვალიდან, კიდევ უფრო მოშორდება და დაკარგავს საერთოდ საზოგადოებრივ კონტროლს მასზე. ის გახდება უფრო ხელმიუწვდომელი, იმიტომ რომ საჯარო ტრანსპორტის გამო, ცენტრიდან დაშორებულობის გამო, თუ სხვა მიზეზების გამო, ახლა შესაძლოა ადამიანმა უბრალოდ იაროს და უბრალოდ შემთხვევით გადააწყდეს ამ სკოლას, თუნდაც ჟურნალისტმა და დაინტერესდეს რა ხდება ამ სკოლაში, რა პროცესები მიმდინარეობს და ასე შემდეგ. რაც ნაკლებად შესაძლებელი იქნება, თუ კი ეს სკოლა აშენდება და გადავა სადღაც ქალაქიდან მოშორებულ ადგილას. ამავდროულად ქალაქის ცენტრში არსებობა სკოლის უმარტივებს მშობლებსაც, მოსწავლეებსაც გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მათი აზრის მიტანას, იმიტომ რომ ჩვენი სკოლიდან ამ ეტაპზე ძალიან მარტივი არის, თუნდაც იგივე განათლების სამინისტროში მისვლა, იგივე სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მისვლა, მანძილის გამო, სიახლოვის გამო და ასევე საჯარო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გამო. ხო, თუ კი ეს სკოლა, რა თქმა უნდა, გადავა სადღაც ქალაქის ბოლოში, ოქროყანაში, მის იქით იმის გადაღმა ელიას მთაზე თუ ასე შემდეგ, ეს უკვე გახდება თითქმის შეუძლებელი, მით უმეტეს რომ უსინათლო მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, გადაადგილების საშუალება უფრო შეზღუდული აქვთ. ასევე მნიშვნელოვანი ელემენტი არის და კომპონენტი არის ის, რომ დღესდღეობით ძალიან ბევრი მშობელი ატარებს თავის შვილს ასევე სკოლასთან ერთად სხვადასხვა არაფორმალური განათლების ცენტრებში, მაგალითად მუსიკალურ სკოლებში, ვოკალურ სტუდიებში, იგივე ახალგაზრდობის სასახლეში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სხვადასხვა წრეებზე, სადაც ეს ბავშვები ურთიერთობენ დანარჩენ სამყაროსთან. ისეთ საზოგადოებასთან, რომელსაც უსინათლოსთან შესაძლოა საერთოდ შეხება მანამდე არ ჰქონია. მასწავლებლებთან, რომლებსაც შესაძლოა უსინათლოებთან არ უმუშავიათ არასდროს. იქ გამოდიან კონცერტებზე, ისეთ მოსწავლეებთან, ისეთ ბავშვებთან და ისეთ მშობლებთან და მაყურებელთან ერთად, რომელსაც შესაძლოა უსინათლო ცხოვრებაში არ უნახავს. და ასე შემდეგ. თუ კი სკოლას გადავიტანთ, რა თქმა უნდა, ქალაქის გადაღმა, ეს შესაძლებლობაც მოსწავლეებს წაერთმევათ, იმიტომ რომ უფრო რთული იქნება ტერიტორიულად იქიდან აი ამ ცენტრში, ამ არაფორმალური განათლების ორგანიზაციებში მისვლა, იგივე სხვადასხვა ტრენინგებზე, ახალგაზრდობისთვის, ბავშვებისთვის არსებულ ტრენინგებზე, იგივე თესეუს საბავშვო უნივერსიტეტის ტრენინგებზე, ხო, სად ახლაავლაბრიდან რომ მიხვალ ვაკეში და სად არ ვიცი, მაგალითად, მცხეთიდან ან ასე შემდეგ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, შესაძლოა ვიღაცა მითხრას, რომ გამოიყოფა ცალკე თქვა სატრანსპორტო საშუალება, ავტობუსი თუ სამარშრუტო ტაქსი თუ ასე შემდეგ, რომელიც ამ ბავშვებს მოემსახურება. თუმცა იმის გამო, რომ თბილისი არის საკმაოდ მოზრდილი ქალაქი და ეს ბავშვები, ვინც თბილისში ცხოვრობენ, უსინათლო მოსწავლეები, არ ცხოვრობენ კომპაქტურად მაინც და მაინც. ისინი ცხოვრობენ ქალაქის სხვადასხვა უბანში, შეიძლება ერთმანეთისგან ძალიან შორს, ქალაქის სხვადასხვა ბოლოებში თუნდაც. ამიტომ თითეული ბავშვისთვის და თითეული ბავშვის ასაყვანად და სკოლაში მისაყვანად ეს მანქანა, სამარშრუტო თუ ასე შემდეგ, რომ ასე იაროს, ამას საათობით დრო დაჭირდება, რამდენიმე საათი დღეში, რომ ეს ბავშვები მოაგროვოს, დაიაროს მთელი თბილისი, მოაგროვოს, წაიყვანოს სკოლაში, შემდეგ ჩამოიაროს მთელი თბილისი და ეს ბავშვები სახლებში მიიყვანოს. მე შემიძლია გავიხსენოთ ჩემი გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც არა 1 მილიონიან ქალაქში, არამედ 75,000 კაციან ქალაქში. ვინაიდან მე ვსარგებლობდი შშმ მოსწავლეთათვის არსებული სპეციალური ავტობუსით, მე დღეში მჭირდებოდა 3 საათნახევრიდან 4 საათამდე, რათა მივსულიყავი სკოლაში და სკოლიდან 2 საათი სკოლამდე მისვლას, 2 საათი სკოლიდან სახლში მისვლას. რატომ? იმიტომ რომ მე ვიყავი პირველი, ვინც ავტობუსით ავყავდი
და ბოლო, როცა სკოლაში მივდიოდი და ვიყავი ბოლო, ვისაც ავტობუსი ტოვებდა სახლში, როცა სკოლიდან ბრუნდებოდით. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან სტრესული ბავშვებისთვის და პირდაპირ ბავშვის უფლებათა შეზღუდვა და შელახვა. ამასთან ერთად ხო ყველა ბავშვს აქვს თითქმის ინდივიდუალური განრიგი. რატომ? იმიტომ რომ ზოგიერთ კლასს აქვს 5 ბავშვი ან მაგალითად კლასს აქვს 5 გაკვეთილი, ზოგიერთს აქვს 6, ზოგიერთს აქვს 7. ზოგიერთი ბავშვი აცდენს რაღაც გაკვეთილებს იმის გამო რომ იგივე ასეთ რეპეტიციაზე უნდა გავიდეს ან კონცერტზე უნდა გავიდეს ან სხვადასხვა არაფორმალურ საგანმანათლებლო ღონისძიებაში უნდა ჩართოს და მიიღოს მონაწილეობა. იგივე და ასე შემდეგ. შესაბამისად სკოლას არ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალური ტრანსპორტირება უზრუნველყოს ამ ბავშვების ვის და როდის დაჭირდება. ეს არის გამორიცხული, ამას სამინისტრო არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს. შესაბამისად ეს ბავშვები დაკარგავენ საზოგადოებაში იმ ჩართულობის შესაძლებლობას მინიმალურს, რომელიც დღეს აქვთ სკოლის ცენტრში მდებარეობის და მისი ყველა და სხვადასხვა ორგანიზაციასთან სიახლოვის გამო. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მართალია სკოლა, რა თქმა უნდა, სკოლაზე საუბრისას პირველ რიგში უნდა მივიღოთ მხედველობაში მოსწავლეების ინტერესები, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ კი უსიათო და სკოლას გადავიტანთ ქალაქ გარეთ, სადაც ტრანსპორტი არ ივლის და ასე შემდეგ, ძალიან გაუჭირდებათ ასევე სკოლაში მუშაობა უსინათლო მასწავლებლებს. შესაბამისად დაირღვევა მათი სამუშაობის უფლება და შრომის უფლება. იმიტომ რომ დღესდღეობით უსინათლოთა სკოლა არის უსინათლო ადამიანის დასაქმების თითქმის ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოში სამწუხაროდ. ამავდროულად ეს მასწავლებლები მნიშვნელოვანი არიან არა მხოლოდ იმიტომ რომ მათ ქონდათ სამუშაო ადგილი, არამედ იმითაც რომ ისინი არიან არა მხოლოდ აკადემიური მასწავლებლები ბავშვებისთვის, არამედ არიან ასევე მენტორები, ასევე შესაძლო ცხოვრებისეული მაგალითი მისცენ ბავშვებს და მათ მისაბაძ მაგალითად იქცნენ. ისინი არიან შესაძლო პირველი უსინათლოები, რომლებსაც ბავშვი ხედავს, რომლებიც არიან განათლებულები, თვითრეალიზებულები და რომლებსაც დამოუკიდებლები და ასე შემდეგ. შესაბამისად, მათი პირადი მაგალითი, მათი პირადი გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი უსინათლო და მცირე მხედველი მოსწავლეებისთვის და სკოლის აესე გადატანით ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ბავშვებს აესეთი მაგალითები წავართვათ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი, რაც ჩვენ სკოლაში ხდება, ცუდი არ არის და ყველაფერი, რაც უცხოურ სკოლებში ხდება, ერთმნიშვნელოვნად კარგიც არ არის. აი მაგალითად მე როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი უსინათლოთა სკოლაში. მქონდა შესაძლებლობა რომ 2 საათით მივსულიყავი უსინათლოთა სკოლაში და ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გავიგე რომ იქ უსინათლო მასწავლებლები არ ასწავლიან. უსინათლო ადამიანები არ ასწავლიან უსინათლო მოსწავლეებს, ხო, არ გადასცემენ მათ ცოდნას და უნარებს და გამოცდილებას. ამან ძალიან გამაოგნა და ამიტომ აი იმ კონკრეტული სკოლისგან განსხვავებით, ჩვენ საქართველოში გვაქვს ძალიან კარგი პრაქტიკა ამისა და ეს არ უნდა დავკარგოთ ნამდვილად ეს პრაქტიკა და ეს ღირებულება. ამავდროულად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აუცილებლად იჩენს თავს. თუ კი სახელმწიფო ააშენებს უფრო დიდ შენობას, მას აუცილებლად გაუჩნდება უფრო დიდი ცდუნება, რომ ხელოვნურად გაზარდოს სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა, რომელიც დღესდღეობით არის მხოლოდ 35 მოსწავლე. და ეს მოხდება და რაც დღეს ხდება, ის გაგრძელდება ოღონდ უფრო ინტენსიურად, კერძოდ კი ის, რომ ჩვენ სკოლაში ხდება ისეთი მოსწავლეთა ჩარიცხვა, რომლებსაც აქვთ არიან არა მხოლოდ უსინათლოები ან მცირე მხედველები, არამედ აქვთ შესაძლებლობების მეორადი შეზღუდვები, ეგრეთ წოდებული. მაგალითად, ღრმა ინტელექტუალური შეზღუდვა, ღრმა ფსიქოსოციალური შეზღუდვა. თუმცა ეს შეზღუდვები სინამდვილეში არიან არა მეორადი, ხშირად არამედ პირველადი, იმიტომ რომ ეს შეზღუდული შესაძლებლობები უფრო მეტად ქმნიან ამ ბავშვთა განათლების ბარიერებს, ამ ბავშვთა განათლებაში ბარიერებს და უფრო მეტად განაპირობებენ ამ ბავშვთა სწავლების სპეციფიკას, ვიდრე მათი უსინათლობა თუ მხედველობის დარღვევა. შესაბამისად, ხდება სკოლის პროფილის ნელ-ნელად შეცვლა. წარმოიდგინეთ, როდესაც კლასში არის თქო 3 მხედველობა შეზღუდული მოსწავლე და 2 მოსწავლე, რომელსაც აქვს თქვათ იმე ფორმის გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვა, ან ფსიქოსოციალური შესაძლებლობების შეზღუდვა.
მასწავლებელს ძალიან ხშირად დრო არ რჩება, რომ იმ სამუსინათლოს ასწავლოს აკადემიური საგნები და მთელი გაკვეთილი შესაძლოა მას მოუწიოს, რომ დაუთმოს იმ მეორადი შეზღუდვების მქონე ბავშვთა დამშვიდებას, მათ საჭიროებათა დაკმაყოფილებას, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ასე შემდეგ. რის გამოც უსინათლო მოსწავლეებს და მათ მშობლებსაც ეკარგებათ მოტივაცია, რომ სკოლაში მივიდნენ. და სკოლა ნელ-ნელა გარდაიქმნება და კარგავს თავის აკადემიური სასწავლებლის დატვირთვას და გარდაიქმნება უფრო მეტად სარეაბილიტაციო ცენტრად, დღის ცენტრად თუ ასე შემდეგ. რაც უფრო დაჩქარდება თუ კი მოხდება, ანუ უფრო მოზრდილ შენობაში ჩვენი გადაყვანა. შესაბამისად ამის გამოც კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არ არის მიზანის შეწონილი. რა თქმა უნდა, სკოლას შეუძლია რომ სკოლაშივე შექმნა სხვადასხვა წრეები, რათა ხო იგივე მუსიკალური წრე თუ სამხატვრო თუ თეატრალური და ასე შემდეგ. მაგრამ ეს უკვე კიდევ ერთი ბარიერი იქნება ბავშვთა ინკლუზიისთვის და ინტეგრაციისთვის საზოგადოებაში. ეს კიდევ ერთი ჯაჭვის გაწყვეტა იქნება საზოგადოებასთან უსიათლო მოსწავლეების იმ ჯაჭვის გაწყვეტა იქნება, რომელიც დღესდღეობით არსებობს. კერძოდ კი არაფორმალურ განათლებაში უსინათლო მოსწავლეთა ბავშვობიდანვე ინტეგრაცია. და მოხდება მათი საბოლოო სეგრეგაცია ქალაქისგან მოშორებით რაღაც დიდ ტერიტორიაზე, რომელიც ყველაფრით იქნება აღჭურვილი, თუმცა რომელიც იქნება თემიდან, ქალაქიდან საბოლოოდ მოწყვეტილი. ამასთან რა თქმა უნდა, მოსწავლეთა მცირე რაოდენობის გამო, სკოლა მაინც ვერ უზრუნველყოფს იმ წრეთა და არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობათა მრავალფეროვნებას, რომელიც შესაძლოა მოსწავლემ ქალაქში ნახოს და თუ აქვს შესაძლებლობა რომ მშობელს რომ ატაროს, ან თვითონ რომ იაროს და ასე შემდეგ, რომ ასე ჩაერთოს და იაროს. ყოველივე ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლის შენარჩუნება იქ, სადაც დგას. ხოლო რაც შეეხება ინფრასტრუქტურის ნაკლებობას, მაგალითად ხო იგივე აუზის, საცურა აუზის თუ ასე შემდეგ, იგივე პროფესიული განათლებისთვის საჭირო სხვადასხვა შესაძლოა საკლასო ოთახის და აღჭურვილი საკლასო ოთახის, ხო? როგორც აი მაგალითად სათამაშო მოედანი, კომპიუტერული კლასი, სავარჯიშო დარბაზი თუ სამზარეულო თუ ასე შემდეგ. მინდა ვთქვა, რომ თითქმის ყველა ესეთი დაწესე ოთახი და ინფრასტრუქტურა ჩვენ სკოლაში არსებობს, გარდა საცურაო აუზისა. თუმცა სამწუხაროდ ხო, მაგალითად სათამაშო მოედანზე შესაძლოა ითქვას, რომ ის ნაკლებად გამოიყენება უსინათლო მოსწავლეთა მიერ, არამედ ძალიან ხშირად გამოიყენება მეზობლად მყოფი მხედველი მოსწავლეების მიერ, რომლებსაც სკოლასთან არავითარი კავშირი არ აქვთ და რომლებმაც დაამტვრიეს ღობე, დააზიანეს ღობე და რომლებიც ასე გადაძვრებიან ხოლმე და თამაშობენ უსიათო სკოლის სათამაშო მოედანზე და ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ სარგებლობენ ამ მოედნით, არამედ აზიანებენ კიდეც რაღაც გარკვეულ აღჭურვილობას. იგივე სამზარეულოც ხო ჩემი მოსწავლეობის პერიოდშიც და დღესაც სხვა მოსწავლეებისგან მოწოდებული ინფორმაციით ჩემთვის დღესაც დგას თითქმის უფუნქციოდ, უფრო აქვს რაღაც სამუზეუმო ოთახის, საჩვენებელი ოთახის და საჩვენებელი საკლასო ოთახის დატვირთვა და იქ იშვიათად თუ შედიან უსინათლო მოსწავლეები. შესაბამისად, ჩემი აზრით, ჩემი მოკრძალებული აზრით და მოკლე ჭკუით რომ იტყვიან, პირველ რიგში მნიშვნელოვანია რომ ჩვენ იმ ინფრასტრუქტურის ათვისება მოვახდინოთ, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს. და ჩვენ ასევე გვაქვს გამოუყენებელი ოთახები, ცარიელი ოთახები, იგივე საძინებლები, რომლებიც არის დაკეტილი. შესაბამისად, ეს სკოლა ნამდვილად აკმაყოფილებს ეს შენობა არა მხოლოდ 35, არამედ 40, 50, 60, 70 მოსწავლის საჭიროებებსაც. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ არა იმისთვის, რომ ეს სკოლა გადავიტანოთ, არამედ იმისთვის, რომ მოხდეს ამ სკოლის მესამე სართულის საფუძვლიანი გარემონტება, მისი შეკეთება და სარემონტო სამუშაოების არჩევა სწრაფად დასრულება და ამ სკოლის გამოკეთება და დაფუძნება და მისი რესურსების მაქსიმალური გამოყენება, რაც დღეს არსებობს და მისი მაქსიმალური განვითარება. რაც შეეხება საცურაო აუზს თუ სხვა შესაძლო დამატებით ინფრასტრუქტურებს, ხო, პროფესიული განათლების მისაღებად, ხო? ეს მათი ნაკლებობა და სკოლის ცენტრში არსებობა და მისი სიახლოვე სხვადასხვა პროფესიულ კოლეჯებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არაფორმალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ასე შემდეგ. და თემთან ზოგადად, ხო? ჩვენი სკოლის ადმინისტრაციასაც და სამინისტროსაც შეუძლია ეს გამოიყენოს არა როგორც ბარიერად აღიქვას და რომელიც არის გადასალახი და მოსასპობი და გადასატანი სადღაც ქალაქის გადახმა, არამედ როგორც შესაძლებლობა
ბავშვთა ინტეგრაციის გაზრდისა თემში, ხო? მაგალითად შესაძლოა რაღაც გაფორმდეს მემორანდუმები სხვადასხვა ორგანიზაციებთან ამ ბავშვთა განათლების კუთხით, რათა მოხდეს თქვა, იგივე სამასაჟო მასაჟის ტრენინგი, სკოლის გარეთ, ხო, იგივე ამისთვის გამოყენებული იქნეს სასკოლო ტრანსპორტირება, იგივე თქვა საცურაო აუზით სარგებლობა და ასე შემდეგ. ეს ნამდვილად არის რესურსი, პირიქით, მით უმეტეს რომ ჩვენი განათლების სამინისტრო ნამდვილად ცდილობს და დეკლარირებული აქვს რომ ისწრაფის ინკლუზიური განათლებისკენ და სწორედ სკოლის ესეთი სიახლოვე თემთან და თემში ძალიან კარგად უწყობს ხელს და არა მისი დახურვა და გადატანა ძალიან კარგად უწყობს ხელს არის დიდი შესაძლებლობა და რესურსი იმისა რომ დავამკვიდროთ უფრო მეტი ინკლუზიური განათლება იგივე არაფორმალურ საგანმანათლებლო სფეროში იგივე სხვადასხვა სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებში, კულტურულ აქტივობებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც მოსწავლეს არ დაჭირდება რაღაც 1 საათის სავალზე სადღაც სიარული. რაც ასევე ხელს შეუშლის აი ამ მშობელთა პრაქტიკას, როდესაც ისინი ატარებენ თავიანთ მოსწავლეებს, თავიანთ შვილებს სკოლის გარეთ სხვადასხვა წრეებზე. სწორედ ამის თქმა მინდოდა და იმის რომ ზოგადად საჭიროა ჩვენი სკოლის შენარჩუნება იქ სადაც არის თავის ისტორიულ ადგილზე და ასევე არის მნიშვნელოვანი დავწმუნდეთ რათა სკოლის გარშემო არ ხდებოდეს ისეთი მშენებლობები თუ პირიქით მშენებლობების მიტოვება რომელმაც შესაძლოა ამ სკოლას რაღაც საფუძველი შეურყიონ და მისი ნგრევა გამოიწვიონ მაგალითად რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ დაიწყო ვითომ მშენებლობა ზუსტად ჩვენი სკოლის გვერდზე ხოლო შემდეგ რაღაც მიზეზების გამო ალბათ რესურსების არარსებობის გამო მოხდა მისი მშენებლობის შეჩერება და არც კი ამოავსეს ის ამოთხრილი ფუნდამენტის ჩასასხმად ამოთხრილი ორმო რომელიც შემდგომში თანდათანობით წყლით აივსო კიდევ უფრო გაღრმავდა იქ ბაყაყები მომრავლდნენ და ასე შემდეგ და ამის გამო გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიების დაზიანება და ერთ-ერთი ჩვენი სკოლის გარეთ არსებული ერთ-ერთი სათამაშო მოედანი ესე ჩამოინგრა რამაც კიდევ ერთხელ ხელი შეუწყო იმას რომ ბავშვებს აქ მეზობლის ბავშვებს ეთამაშათ უკვე ჩვენი სკოლის მოედანზე და ესარგებლათ მისით დაეზიანებინათ ღობე და აი ესეთი ფორმით ესარგებლათ ამ ჩვენი მოედნით. ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის და დიდი თხოვნა მექნება გამოეხმაუროთ ამ თემას, გაავრცელოთ ის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები იქნება თუ სხვა ნებისმიერი შესაძლებლობით, ნებისმიერი საშუალებით მივაწოდოთ ჩვენს ხელისუფლებას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ინფორმაცია აი ამ საკითხების შესახებ და ამ მნიშვნელოვანი ღირებულებების და საკითხების გათვალისწინების შესახებ. მადლობა და დროებით. ველოდებით თქვენს კომენტარებს.
დავშავოთ. Зачем же так поставил, что все видят, что я прохожу? Экран у двери. Ну, меня закрой, Леха. Экран-то закрой, или что? Не როგორ გინდა ახლა რომ გამოვხდოთ. Finish უნდა დააჭირო, finish. Finish.